სახელითა მამისა და დაწისა და დაწმინდისა სულისათა ჩვენთან ასმენ. ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო გილოცავ ხელამდელ დღესასწაულს ხსენებას ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა და წმინდისა ხელმოწამისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა კირილ მეორისა გილოცავ დღესასწაულს ღირსი გიორგი მთაწმინდელის გორის სასწავლებლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მათ მშობლებს ყველას ვინც აქ ძალდებით სასწავლებლის ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში. ამ ორი წმინდანის დღესასწაული ერთად აღინიშნება. ჩვენ არაერთხელ გვიგვამს, რომ ღვთის განგებამ ასე ინება, რათა ეს ჭეშმარიტად ორი დიდი წმინდანი საქართველოს ეკლესიისა ერთ დღეს იზეიმოგოდეს მათი ხსენება და პატივი მათი იყოს მიგებული თანაბრად და ერთდროულად. ეს ორი წმინდანი თითქმის 9 საუკუნოვანი განსხვავებით მოღვაწეობდა. მაგრამ ორივე გამოირჩეოდა სწავლისადმი, შემეცნებისადმი დიდი მისწრაფებითა და თვიანი. ორივე იყო მეცნიერი, მაგრამ უპირველესად მათი მეცნიერება იყო ღვთის ძიება, ისე როგორც ბრძანებს ეკლესიის დიდი მამა წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი. ის ფილოსოფოს და ბრძენს უწოდებს იმას, ვინც ეძიებს ღმერთის შემეცნებას და ღმერთის შემეცნებით შეიმეცნებს თელს სამყაროს მოვლენებს და ადამიანს. და აი ასეთი ბრძენი და ფილოსოფოსი ადამიანები იყვნენ ღირსი გიორგი მთაწმინდელი და წმინდა კათოლიკოს პატრიარქი კირილ მეორე. და მათი სიბრძნე გამოიხატა მათ საქმეებში. რო შევხედოთ გიორგი მთაწმინდელის მოღვაწებას, დავჩებით განსვიფრებულნი, როგორ შეძლო ამ ადამიანმა ამდენი რამის მოსწრება, ამდენი თარგმანის ურთულესი საღვთისმეტყველო ენით დაწერილის, წმინდა მამების ვასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის და სხვა მრავალთა ნაშრომები მან რთული, ბერძნული საღვთისმეტყველო ენიდან იმ ტერმინოლოგიის გამოყენებით, რომელიც არის ბერძნულ ენაში დამკვიდრებული, სხვადასხვა საღვთისმეტყველო ტერმინის თუ მნიშვნელობის გამოხატვით მან ყოველივეს უპოვა შესატყვისი ქართულ ენაში და გადმოთარგმნა ისე, რომ გასაგები იყოს
ქართველი ადამიანისათვის. მაგრამ ამავ დროს ეს თარგმანი თავისი მაღალი სულიერი და მხატვრული ენით გამოირჩევა. ეს თარგმანი აღამაღლებს ადამიანის გონებას, მის გონებას ავსებს შემეცნებით, სიტყვის ნიშნულობის სიღრმით განაცვიფრებს და ამასთან ერთად გარდა თარგმანებისა მე მხოლოდ მცირე რამ ვახსენებ მისი თარგმნელობითი მემკვიდრეობიდან მრავალი წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, სამოციქულო, დავითნი თარგმნა და გაჩხრიკა და გაასწორა ამ დიდმა მოღვაწემ და ამის გარდა მან შექმნა მრავალი საგალობელი, რომლითაც აღესრულებოდა სახურება და ადიდებდნენ ამა თუ იმ წმინდანს, ამა თუ იმ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. და ყოველივე ამის მიუხედავად, რასაც დიდი დრო და ძალისხმევა ჭირდება, იმიტომ რომ ადამიანი იყო მონაზონი და პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე გრძნობდა უპირველეს ყოვლისა და თუ რომელიმე სიტყვას ან ტერმინს არასწორად თარგმნიდა, შეიძლება შეცვლილი იყოს შინაარსი, წინადადების ფრაზის ნიშნულობა შეცვლილი იყო და ეს მოუტანდა ზიანს წამკითხველს და თავარია შეიძლება ეს აღმოჩენილიყო წვალებლური აზრი, უნებლიე, მაგრამ თარჯიმნის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. მრავალ შემთხვევაში მან თარგმანი ისე აღასრულა, რომ არ შეეხო ძველ მამათა მემკვიდრეობას, თუმცა ხედავდა, რომ იქ არის შეცდომა ამ თარჯიმნის, ამ გადამწერის მიერ დაშვებული, მაგრამ ამ მოგრძალებამ, რომელიც ყველაზე მეტად აღავსებდა მის სულს, ამ მოგრძალებამ ვერ გააბედინა ძველ მამათა მემკვიდრეობის კადნიერად შეცვლა და დატოვა გიორგი მთაწმინდელმა ესადვირის სიტყვა ასე, რომელიც შემდგომ იყო ნათარგმნი სწორად, უბრალოდ სწორად კი არა, უფრო ღრმა მნიშვნელობით, მაგრამ გიორგიმ არა იმიტომ, რომ არ იცოდა, არამედ იმიტომ, რომ არ მისცა თავს უფლება. აი ეს დამოკიდებულება იყო ამ დიდ წმინდანში. ამ დამოკიდებულებით აღასრულა მან ყოველივე თავისი საქმე. ამ დამოკიდებულებით ის ემსახურებოდა თავის მონასტერს. იყო წინამძღვარი მონასტრისა და წარმოგიდგინეთ წინამძღვარს, რომლის ქვეშ არის რამოდენიმე ასეული მონაზონი, მას ეხება ურთიერთობა გარე სამყაროსთან, ირგვლივ მონასტრებთან, საერო ხელისუფლებასთან. ეს ადამიანი თარგმნელობით მსახურებასაც ასწრებს. ამასთან ერთად ჩამოდის საქართველოში და საქართველოს ეკლესიის საქმეების გამართვაში ეხმარება მეფე ბაგრატს. საიდან ამდენი ძალა და ამდენი
ამდენის მოსწრება, რომ არ ყოფილიყო ღვთის შეწევნა და ღვთის ხოძებული მადლი სულისაწმინდისა, რომელიც ადამიანს ენერგიას ანიჭებს, ამდენს ვერ მოასწრებდა ღირსი მამა გიორგი წარსულიდან. და როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ლავ დავესესხები კლემენტი ალექსანდრიელს და ეს ერთ-ერთ თვისებაში ქრისტიანი ფილოსოფოსებისა ბრძანებს, რომ ფილოსოფოსიო აზრდისო კეთილი ზნის და ღვთის მოყვარე ადამიანებსო. და ასე აღზარდა მრავალი გიორგი მთაწმინდელმა, აღზარდა თავისი სულიერი შვილები, აღზარდა ყრმები, ბავშვები. ყველამ ვიცით, რომ მან საქართველოდან წაიყვანა ბავშვები იმისათვის, რომ კონსტანტინოპოლის აკადემიაში მათ მიეღოთ სულიერი განათლება. უპირველესად განათლება სულისა, ანუ შიში უფლისა, რომელიც არის დასაწყისი სიბრძნისა, როგორც ბრძანებს წმინდა მეფე დავითი. და ამ ბავშვებს შორის, როგორც გამოთქვამენ მოსაზრებას ჩვენი მეცნიერები, იქნებოდნენ გიორგი მცირე, არსენი ყალთოელი, ეფრემ მცირე და სხვა მრავალნი გამორჩეული მოღვაწენი საქართველოს ეკლესიისა. გიორგი მთაწმინდელმა და ისეთმა დიდმა მამებმა, როგორც იყვნენ გრიგოლ ხანძთელი, მისი მემკვიდრეები, ექვთიმე ათონელი, მათ დაუდეს დასაბამი საქართველოში სწავლის და ცოდნის აუცილებლობისა და მისი სიყვარულის. მათ მოღვაწებას მოყვა შემდგომ გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია და ზოგადად ყველა მონასტერი ეს იყო ამავ დროს ადგილი ცოდნის მიღებისა. დღეს სიტყვა განათლება ძალიან ვიწრო მნიშვნელობა შეიძინა და ის გამოხატავს ადამიანის მიერ ცოდნის მიღებას, რაღაც საგნის შესწავლას. განათლება თავისი მნიშვნელობით მდგომარეობას უფრო ნიშნავს. ეს არის გონების და გულის აღსება, უპირველეს ყოვლისა ღვთაებრივი შემეცნებით და სამყაროს შემეცნებით. აი ამის მაგალითები გვაქვს ჩვენ დღევანდელ დღეს. ისე როგორც წმინდა პატრიარქი კირიონ მეორე, ადამიანი დაწაფებული ცოდნას, რომელიც და ეს სურვილი და ეს მისწრაფება იკვებებოდა ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით. კირიონ მეორე ყველგან ხედავდა ქართულ მემკვიდრეობას, ყველა თავის მსახურების ადგილას ხერსონეში მან ერთ-ერთი ტაძრის ნანგრევის
ომის დროს ამ ტაძრის არქიტექტურა ის ნაშთი როგორც ქართული მემკვიდრეობა ისე დაასახელა. მას მე არ ვამბობ იმაზე შეცდა თუ არ შეცდა. შესაძლებელია არ იყო გაზიარებული ეს მოსაზრება, მაგრამ ის ხედავდა იმ მსგავსებას, რითაც იყო დაკავშირებული ეს ტაძარი ქართულ არქიტექტურასთან, ქართულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებასთან. მან ცოდნის შეძენის და საქართველოს ისტორიის, ხელოვნების, ეთნოგრაფიის, ქართული სიწმინდეების, მოძიების და შენახვას მოანდომა მთელი თავისი ცხოვრება. ამასთან ერთად იყო პედაგოგი, რომელმაც გახსნა 20-ზე მეტი სამრევლო სკოლა, ასობით ბავშვებს ასწავლიდა, იყო მასწავლებელი ქართული და რუსული ენების, საღვთო ისტორიის, გეოგრაფიის, ქუთაისში თუ თბილისში თუ გორში. ჩვენ სასწავლებლის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მოწაფეც იყო ჩვენი სასწავლებლისა და ეს ჩვენი სიხარული და სიამაყე არის. და დელმთავრად ყოფნის პერიოდში მიუხედავად იმ დიდი ადმინისტრაციული დაკავებულობისა, რომელიც აქვს დელმთავარს, პატრიარქი კირიონი ეწეოდა ღრმა სამეცნიერო კვლევას, მუშაობას. ის ყველანაირად ხელს უწყობდა ქართველ ახალგაზრდობას, რომ მიეღოთ განათლება რუსეთის იმპერიის სასწავლებლებში, უმაღლეს სასწავლებლებში თუ იმპერიის გარეთ. ის გრძნობდა აუცილებლობას, რომ ერს ყოლოდა კარგად აღზრდილი და ცოდნის მოსიყვარულე თაობა. მაგრამ ცოდნა მეფე სოლომონი ბრძანებს თავის იგავებში, რომ ცოდნე ხოროც გერჩინოს არა ცოდნე ღვთის მოშიში ადამიანი. იმიტომ რომ ცოდნას მოწყვეტილს, ღვთის მოგზალებას მოწყვეტილს, ხედვას ღვთის მოქმედებისა სამყაროს და ადამიანის ცხოვრებაში, ამ ცოდნას შეუძლია მოუტანოს ადამიანს დიდი სიარი, დიდი ტკივილი. და აი დღეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დიდი წმინდანების მაგალითზე დავინახოთ გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ და რომლითაც უნდა განვითარდეს საქართველო.
და მაშინ თუ ჩვენ დავადგებით ამ გზას შეგვეწევა ღვთის მადლი და მრავალ სარგებელს ისე როგორც გიორგი მთაწმინდელმა და კათოლიკოს პატრიარქმა კირილმა მოუტანეს ჩვენ ზერს აი ამ მრავალ სარგებელს მოუტანს ადამიანი დღევანდელ საქართველოსაც. ამ სარგებელს მოუტანს ახალგაზრდა თაობა. ჩვენ გსურს რომ ამ პრინციპებით აღიზარდონ ჩვენი მოსწავლეები. იყვნენ ცოდნის მოყვარე და ღვთის მოშიში ადამიანები. დღევანდელი ადამიანი ღვთის შიშს აღიქვამს როგორც ცხოველურ, აი პირუტყულ თვისებას, როგორც პირუტყს სახრის ეშინია, იმიტომ რომ როცა მოხდება ტკივა მას და აი ამ ტკივილზე აქვს მას რეაქცია. დაახლოებით ასე აღიქვამს თანამედროვე ადამიანი ღვთის შიშს. ასეთი პირუტყულის შეგრძნების მქონე დამოკიდებულებით. ღვთის შიში კი ეს არის უპირველეს ყოვლისა, როგორც ძალებს ისაკასური, ეს არის მოგრძალება უფლის წინაშე. მოგრძალება, რომ არ დაარღვიო უფლის სიტყვა. სიყვარულის გამო უფლისა და არა იმის გამო, რომ სახრე მოხდება. აი ეს კარგად უნდა გავიგოთ და კარგად უნდა განვუმარტოთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ღვთის შიში არ არის სადმე რომ უნდა ჩავძვრე და დავიმალო. ან რამე არ დამემართოს, ამის შიში ვასრულებდე ღვთის ცნებას. არა. ღვთის მოშიში ადამიანი არის მოგრძალების მატარებელი საკუთარ სულში. ისეთი მოგრძალებისა, რომელიც სიყვარულს ეყრდნობა და ღვთის ცნების დარღვევის უფლებას არ გაძლევს. სინდისზე არის დაფუძნებული ღვთის შიში და ადამიანი, რომელიც კარგავს აი ამ ცნობას, ესეთი ადამიანი კარგავს ნელ-ნელა თავის სინდისს. და სინდის დაკარგული ადამიანი ყველანაირი ბოროტების და უზნეობის ჩამდენი არის. და ასეთ ადამიანს არ შეუძლია რომ გაახაროს სხვა ის საკუთარ თავსაც და სხვასაც გააუბედურებს და მხოლოდ ტკივილს მოუტანს. ამიტომაც შევთხოვთ ჩვენს დიდ წმინდანებს, ჩვენი სასწავლებლის მფარველებს, მათი ხსენების დღეს, რომ მოგცეს ჩვენ შიში უფლისა, რომელიც დაუდებს დასაწყის ჩვენში სიბრძნეს მოძებულს ღვთისაგან და ეს სიბრძნე
გაახარებს ჩვენს ირგვლივ ყოფ ადამიანებს და გაახარებს ჩვენს სამშობლოს. სიბრძნეს რომ ავგზავნოთ ჩვენი შვილები ასე. ჩვენ შვილებს კი სიბრძნეს რომ მომავალში თვითონ იყვნენ ამზრდელები და მაგალითის მიმცემები ახალი მათ შემდგომი თაობებისათვის. და ასე ყველანი ერთად წარვდგებით ღვთის წინაშე სრულიად საქართველოს ერთი გულით და ერთი პირით მადიდებელნი ყოვლადწმინდა სამებასი. ამენ. მერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ.